ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მალე თავისი გერბი ექნება. უფრო რთულად ამ თემის შესახებ ნინო ვაშალომიძე ისაუბრებს. 2009 წლის მიწურულს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოზურგეთის სიმბოლოების დროშისა და გერბის შექმნასთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა. საკრებულოშივე შეიქმნა დროებითი სამუშაო კომისია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიხეილ გოგოტიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც შემოსულ განცხადებებს განიხილავს და საუკეთესო ნიმუშებს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის კომისიას წარუდგენს. კონკურსის მიზანი, როგორც თვითმმართველ ორგანოში აცხადებენ, საუკეთესო სიმბოლიკის შერჩევა გამოვლენაა. მთავარი და უმთავრესი პრინციპი კი, რომელიც გერბისა და დროშის შექმნისას კონკურსის მონაწილე სუბიექტმა ან სუბიექტებმა უნდა გაითვალისწინონ ჰერალდიკური მემკვიდრეობის, ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებების, ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი რაიმე ნიშნის გათვალისწინება იქნება. გერბის შესრულებისას კონკურსანტის სახვითი საშუალებების გამოყენებისას შეზღუდულები არ იქნებიან. კონკურსის ჩატარების ვადები მკაცრად განსაზღვრული არ გახლავთ და ნებისმიერ მსურველს დღესაც შეუძლია საკუთარი ნამუშევრები საკრებულოს დროებით მოქმედ კომისიაში წარადგინოს. აღსანიშნავია ის დეტალიც, რომ კონკურსში გამარჯვებული სუბიექტები ან სუბიექტი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. როცა კონკურსის მსვლელობა მოვიკვლიეთ, აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე გერბისა და დროშის შექმნასთან დაკავშირებით ოზურგეთის საკრებულოს განცხადებით მხოლოდ ერთმა პიროვნებამ, ოზურგეთელმა არქიტექტორმა საყვარელ სალუქვაძემ მიმართა. მიიღებს თუ არა კონკურსში სხვა სუბიექტები მონაწილეობას, ან რამდენ ხანს გაგრძელდება საკონკურსო პერიოდი, ჯერჯერობით უცნობია. ერთი რამის თქმა კი შეგვიძლია, ოზურგეთის სიმბოლოების, დროშისა და გერბის დამტკიცება უკვე ახლად არჩეულ თვითმმართველ ორგანოს საკრებულოს მოუწევს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაიწყო მუშაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესწავლილი იქნა ყველა ის შემთხვევა, სადაც უკვე მიღებული და დამტკიცებული იქნა ჰერალდიკური. ამასთან დაკავშირებით მივრინებულიც კი ვიყავით სხვადასხვა რაიონებში. შევისწავლეთ სიტუაცია. გავითვალისწინეთ მათი მიერ გამოცდილება გავითვალისწინეთ და გამოცხადა კიდეც. თუმცა აქტივობა იყო სამწუხაროდ ნაკლები, ანუ არ იყო წარმოდგენილი ის იმდენი სახის პროექტები, რომ ამის შესახებ ჩატარებული იყო შემდგომში კონკურსი. მიუხედავად იმისა, რომ გაწეული იქნა საკმაოდ დიდი შრომატევადი სამუშაო, სამწუხაროდ ვერ მოესწრო, როგორც უკვე ჩანს პრინციპში საკმაოდ ცოტა დრო დარჩა ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ახალი მოწვევის საკრებულო ამ ჩვენი დღეს მოქმედი საკრებულოს მუშაობის ნამუშევარს გაითვალისწინებს, გამოიყენებს ამას და გამოყენებული იქნება და ახალი მოწვევის საკრებულო მიიღებს და დამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რეკვიზიტებს, ანუ მის ჰერალდიკებს. საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში ოზურგეთელმა მძლეოსნებმა კარგი შედეგი აჩვენეს. ნახეთ ირაკლი დოლიძის სიუჟეტი. ქალაქ თბილისში ბორის პაიჯაძის სახელობის ეროვნულმა სტადიონმა საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მძლეოსნობაში უმასპინძლა, რომელიც საქართველოს 14 ნაკრებ გუნდთან ერთად ოზურგეთელი მძლეოსნებიც იღებდნენ მონაწილეობას. მათგან აღსანიშნავია გიორგი გოგოლაშვილის წარმატება. ის როგორც მოსწავლეთა, ასევე ახალგაზრდული ჩემპიონატის აბსოლუტური ჩემპიონია ბადროს ხორცნაში. მანამ შეჯიბრზე 1 კილოგრამ 750 გრამიანი ბადრო 39 მეტრ 60 სანტიმეტრზე ხორცნა და პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო 6 კილოგრამიანი ბირთვის კრაში 11 მეტრ 60 სანტიმეტრზე შედეგი აჩვენა და მეორე ადგილზე გავიდა. ასევე კარგად იასპარეზა შოთა ზოიძემ, რომელიც საქართველოს ორგზის ჩემპიონია მოსავლეთა შორის 400 მეტრზე რბენაში. მან ახლა მისი შედეგი რამდენიმე წამით გააუმჯობესა. აღსანიშნავია თია კალატოზის გამოსვლაც, რომელიც თავისი შედეგებით იძლევა იმის უფლებას, რომ 1995 წელს დაბადებული ახალგაზრდულ შეჯიბრზე იღებს მონაწილეობას. წარმატებული ოზურგეთელი მძლეოსანი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კარტაცევი ტრამვის გამო გამოეთიშა საქართველოს ჩემპიონატს. როგორც თქმა გითხრა, ნიკა ვეღარ იასპარეზებს მალტასა და კანადაში. ის ალბათ ეროვნული გამოცდების შემდეგ გაემგზავრება მოსკოვში, სადაც ჩაუტარდება ოპერაცია და სადანადო მკურნალობა, ხოლო ზამთრიდან ისევ ჩაებმება დიდი სპორტის ფერხულში. შეჯიბრებისთვის მძლეოსნები მწვრთნელმა მარინა კოტრიკაძემ მოამზადა, ხოლო დააფინანსა სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორმა ბიძინა გობროინძემ. ოზურგეთელი მძლეოსნები ერთი თვის მანძილზე კიდევ ორ შეჯიბრში იასპარეზებენ და ამით ლევანდასაზოს დახურავენ. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით, იმიტომ რომ გიორგი გოგოლაშვილი როგორც მოსწავლეთა შორის არის საქართველოს ჩემპიონი, ასევე არის ახალგაზრდებს შორის. და ეს ძალიან დიდი შედეგია ჩვენთვის. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნიკა კარტაცევი გამოეთიშა შეჯიბრებს მისი ტრამვის გამო და ახლა მომავალში ის გაიკეთებს ოპერაციას და მომავალში ზამთრიდან უკვე ჩადგება ფორმაში, მაგრამ სამწუხაროა, იმიტომ რომ გამოეთიშა მალტაში ევროპის ჩემპიონატს და კანადაში მსოფლიოს. და მინდა რომ რაღაცნაირად